მოგესალმებით და მივესალმებით ტელემაყურებელს. ახალი არაფერი არ მოგვისმენია, რაც ისედაც არ ვიცით. კიდევ ერთხელ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ მათთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხი. ამიტომაც ისინი მზადყოფნას გამოთქვავენ იმისათვის, რომ გაგრძელდეს ურთიერთობები, თუმცა აქვე არის აუცილებელი პირობა, რომ ქართულმა ოცნებამ, რომელიც არის ხელისუფლებაში, უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები. შესაბამის ნაბიჯებში იგულისხმება ის ნაბიჯები, რომელიც აუცილებელი არის დემოკრატიული პროცესისათვის, დემოკრატიული პროცესის სიჯანსაღისათვის, აუცილებელია ცხადია პოლიტპატიმრების გათავისუფლება, აუცილებელი არის დისკრიმინაციული, ანტისახელმწიფოებრივი, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი კანონმდებლობის უკან გაწევა და რა თქმა უნდა ჩატარდეს არჩევნები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტუნარიან გარემოში. რაც შეეხება ოპოზიციის ჩართულობას, ცხადია ჩვენ ძლიერი საქართველო ლელო ვიბრძვით ყოველდღიურად, ვიბრძვით ყველა ფრონტზე და ეს ბრძოლა გამოიხატება იმითაც, რომ ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა სამწუხაროდ გაიმარჯვა ბოიკოტმა, მაგრამ ამ პროცესმა დაგვანახა ის ფაქტი, რომ ქართული ოცნება იყო ძალიან დაბალი მხარდაჭერის მატარებელი. ჩვენ ვნახეთ, რომ დღეს თბილისს ყავს 20%-იანი მერი და რომ ყოფილიყო საერთო ძალისხმევა, რომ არ ყოფილიყო ბოიკოტის დამაზიანებელი კამპანია, დღეს ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი გვექნებოდა ოპოზიციური წარმომადგენლობით და იქნებოდა საკრებულო, უკვე მოცემული და რაც მთავარია, ქვეყანას ეყოლებოდა ძლიერი ოპოზიცია. თუმცა მოცემულობა ხომ ის არის, რაც არის. ეხლა მოცემულობა ხომ ის არის, რაც არის. აი ეს პოლიტიკური ჩიხი, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში, ამ ჩიხიდან გამოსავალი რა არის, ქალბატონ ლანა? ანუ როგორ შეიძლება მოხდეს ინსტიტუციურ პროცესებში ოპოზიციის ჩართულობა? ამას წინ უნდა უძღოდეს ახალი არჩევნები, რომელიც თავისთავად მოიტანს ახალ მანდატებს პარლამენტში და პროცესებში მონაწილეობას, თუ განიხილება სხვა პოლიტიკური ნაბიჯები, რომელმაც შესაძლოა ეს ყველაფერი უზრუნველყოს. საქართველოში პოლიტიკური და საპარლამენტო ზოგადად კონსტიტუციური ჩიხი არის რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფარხმალი დავყაროთ და არ ვიბრძოლოთ. ბრძოლა არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი მიმართულებით. ბრძოლა არის საჭირო ყველა ფრონტზე. გამოსაყენებელია ბრძოლის ყველა ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ბრძოლა, რა თქმა უნდა, აი ეს ახალი დისკრიმინაციული, ყველანაირად შემზღუდველი კანონმდებლობა კიდევ უფრო მეტად გვიშლის ხელს, მაგრამ ჩვენ გვაქვს უამრავი მაგალითი, რა მოაქვს ბრძოლას და ჩვენ ვიცით ხომ უნგრეთის შედეგი. მაგიარმა როგორ გაიმარჯვა, მაშინ როდესაც ბევრად უარესი კანონმდებლობა ჰქონდა, ბევრად უფრო რეპრესიული, მაშინ როდესაც მედია მხარდაჭერა საერთოდ არ ჰქონდა და მოსახლეობის პირისპირ გამოჩნდა არჩევნების შემდეგ დღეს, ანუ შესაძლებლობა მიეცა, როგორ მოახერხა მან ეს? რა თქმა უნდა, მოახერხა იმით, რომ იარა სოფელ-სოფელ, მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა მოსახლეობასთან, ისაუბრა სოციალურ პრობლემებზე, ისაუბრა იმ თემებზე, რომელიც მოსახლეობისთვის იყო ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი. ეს მოხდა კალენდარული დროით არჩევნები, როდესაც აუცილებლად გასაგებია, მაგრამ მან გამოიყენა წინა პერიოდი იმისათვის, რომ ხალხთან ქონოდა მაქსიმალური კონსულტაცია და აი ეს კონსულტაცია, ყოველდღიური ბრძოლა გადაიზარდა იმაში, რომ მიიღეთ და მიიღო უпростоრედ უნგრეთმა აი ამომრჩევლების ჯარი საარჩევნო ყუთებთან. როდესაც მაღალი არის აქტივობა, იქ რა თქმა უნდა მცირდება არჩევნების გაყალბების შანსი და ჩვენი ვალდებულებაა, ოპოზიციის ვალდებულებაა ის პირველ რიგში, რომ გაძლიერდეს ოპოზიცია და მეორე, რომ უზრუნველყოთ მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობა არჩევნებში. ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი. ახლა ჩნდება კითხვა, რომელ არჩევნებში, ქალბატონო ლანა, 2028 წელს, როდესაც ეს კალენდარულად მოდის, თუ თქვენ განიხილავთ ვადამდელ
რიგ გარეშე არჩევნებს, რომელმაც პოლიტიკური პროცესიც უნდა შეცვალოს და ხელისუფლებაც თუ კი ეს საარჩევნო ყუთთან, ამას საარჩევნო ყუთთან მისული ამომრჩეველი გადაწყვეტს. პასუხისმგებლიანი ოპოზიციური ძალა და ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ იყოს პოლიტიკაში და იყოს ხალხის მსახურებაში, უნდა აფრქვევდეს იმ მზადყოფნას ყოველდღიურად, რაც არის არჩევნებისთვის მზადყოფნა. ამიტომ ჩვენ არჩევნებისთვის მზად ვართ ნებისმიერ სიტუაციაში, ჩვენ არ წყვეტს მოსახლეობასთან კომუნიკაციას, ჩვენი რა თქმა უნდა, ყველანაირად ვცდილობთ იმას, რომ არჩევნები იყოს რიგგარეშე და ჩვენ ამას მუდმივად ვამბობთ, რომ ჩაინიშნოს ეს არჩევნები, თუმცა ეს ხელეწიფება ქართულ ოცნებას, ისინი ჩანიშნავენ რიგგარეშე თუ ჩანიშნავენ 2028 წელს, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მზადყოფნაში, ოპოზიცია უნდა იყოს მაქსიმალურად ძლიერი და ჩვენი ვალდებულებაა, რომ ბევრი ადამიანი მივიდეს საარჩევნო ყუთებთან. თუ ეს არის შესაძლებელი სხვა ქვეყნებში, რატო არ უნდა იყოს ეს შესაძლებელი საქართველოში? ეს არის აუცილებელი მუდმივი კომუნიკაცია ხალხთან, საუბარი იმ თემებზე, რაც ხალხს აწუხებს, უნდა იყო იმ ფარგლებში, რაც არის შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, უნდა გააკეთო ყველაფერი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ იყოს მაქსიმალური მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე მოსახლეობაც ხედავს, რომ ხარ მის მსახურებაში და ისინიც ამას უკვე გამოხატავენ არჩევნების დღეს უშუალოდ. კი ბატონო, ქალწავლანა პრემიერის რეცეპტი არჩევნების მოგების არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ვიცით რა არის ხალხთან კომუნიკაცია, რას ნიშნავს ხალხის ძალა. ჩვენ ვიცით რა არის საარჩევნო პროგრამის ქონა, ჩვენ ვიცით რა არის პასუხისგაცემა ნებისმიერ შეკითხვაზე, რაც მომდინარეობს მოსახლეობიდან და ამიტომაც ჩვენ არ გვეშინია არც ერთ ბრძოლაში შესვლის. ჩვენ ვართ ქუჩაში, ჩვენ ვართ საგარეო ურთიერთობებში და რა თქმა უნდა, ვიქნებით საარჩევნო პროცესშიც. ყოველდღიურად ვიბრძვით და ვიბრძოლებთ არჩევნების გზითაც. ქალწავლანა კობახიძის ანგარიშის შეფასებაც მინდა გთხოვოთ. ბევრი ნაწილი იყო და ბევრი ფრაგმენტი, თუმცა საგარეო პოლიტიკის ნაწილზე მინდა გკითხოთ, აგრძელებსო საქართველოს მრავალვექტორულ თანამშრომლობას, ევროკავშირთან ჰარმონიზაციასო და ასევე საქართველოს კლავად ურყევად განაგრძობს უკრაინის პოლიტიკური და დიპლომატიურ მხარდაჭერასო. შეფასება მინდა გთხოვოთ, ბევრი იყო იქ ეკონომიკური ნაწილის შეფასებებიც, სოციალურად დაუცველების ნაწილიც, თავად თქვა რომ 233,000 ბავშვზე მეტი არის ამ სოციალურად დაუცველთა სიაში და ასე შემდეგ. თქვენ რა სიტყოდით მთავრობის მეთაურის ამ ანგარიშზე, სადაც იმ მიღწევებზეა საუბარი, რომელიც მაგალითად ევროკავშირთან ჰარმონიზაციას ეხება? მეცხადია გავეცანი ანგარიშს, რაც დღეს გამოქვეყნდა და განსაკუთრებით ყურადღებით გავეცანი საგარეო პოლიტიკისა და დეოკუპაციის მიმართულებით ხედვას. მე პირიქით შეუტრიალებდი შეკითხვებს და ვეტყოდი, რომ თუ საუბარია მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკაზე, რატო გვაქვს შეწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რატო გვაქვს შეწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობა დიდ ბრიტანეთთან, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რატო გვაქვს მუდმივად ესეთი დაძაბული ურთიერთობა ევროკავშირთან, როდესაც საუბრობენ, რომ დეოკუპაციის შერიგების და ჩართულობის მიმართულებით გადადგმულია ნაბიჯები, რატო არ არის შემუშავებული დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საერთო ეროვნული ხედვა, ან ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია. მათ ხო ვალდებულება აქვთ აღებული, რომ ეს დოკუმენტები შეექმნათ. ასევე, როდესაც საუბარია იქ თავდაცვის მიმართულებით, თავდაცვის უნარიანობის ზრდის მიმართულებით. მე ძალიან კარგად მახსოვს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება, აი, როდესაც შეჩერდა გაურკვეველი ვადით ღირსეული პარტნიორის მრავალეროვანი სწავლება და რა ეწერა იქ? ნუ დაგვაბრალებთ მეორე ფრონტის გახსნის რაღაც შეთქმულების თეორიებს და ამავდროულად ნუ გვივრცელებთ იმ ცრუ ნარატივებს, რაც საჭიროა და კიდევ ერთ შეგახსენებთ. დიდი ბრიტანეთის მიმართულებით დღესაც დავასრულებ ამით. შეწყვეტილი არის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატი. შეწყვეტილი არის გაერთიანებულ შტატებს შორის მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შეწყვეტილია ასევე კიბერუსაფრთხოების პროგრამა მთლიანად და რაზე არის საერთოდ საუბარი? მადლობა. ფიცის მწამს და ბოლო მაკვირვებსო. აი ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა.